მოკლედ მეგობრებო, გამაგდო. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ გამაგდო. ძალიან მაგზიანებს ესეთი სიტუაცია. წვეტი, ნაწყვეტები. თვითონ ის იყოს, რა ქვია, სერიალები რა. მოკლედ, რისი თქმა მინდოდა, ხა გავაგრძელებ. თქვენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. აღარ ხართ ისეთები, როგორიც იყავით და აღარ იქნებით ისეთები, როგორებიც იყავით, მეგობრებო. ავა გადახედეთ ახლა თქვენს წარსულს და ეხლანდელ ცხოვრებას. მეტი ხალისი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, მეტი სიმჩაკე შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ენერგია მოიმატებს, შემართება მოიმატებს. ძალიან ახლოს ხართ თქვენს ბედნიერებასთან. აი ერთი ნაბიჯი გაქვთ დარჩენილი, მეგობრებო. სულ ცოტაც. და უკვე ახლოს ხართ, ასე რომ იმედი არასოდეს არ დაკარგოთ. მოკლედ, ახლა თუ კი გაინტერესებთ თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანზე, ვინმეზე ჩაიფიქრეთ, მეგობრებო, უცებ გადავხედოთ მასაც. გავარკვიოთ რა ხდება მასთან, მისი ენერგიები, მოვიკითხოთ ამ 3 დღეში რა მოხდა, რა შეიცვალა და მერე დავიწყებ. ღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. გაიხარეთ, მეგობრებო. იმედია ჩაიფიქრეთ პარტნიორი არა და ადამიანი, ვინც გინდათ ჩაიფიქრეთ, მეგობრებო, და დავიწყოთ. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები. იგივე დღეშია ეგეც. პირველი კარტი ამოვიდა ეს თქვენთან. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები, მეგობრებო, ეს ადამიანი მორბის თქვენთან. რა ვავთქვა, მაგრამ სრულყოფილებით მორბის, ბალანსისთვის მორბის, ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მოდის, მორბის, ხო, რა ვიცი. ძალიან ქარიზმატულად მოდის. აი იცით როგორ მოდის? აი ძალიან ისე ექსპრესივნი. აი ჩარტერული რეისი აქვს ჩართული. მეგობრებო, კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ჯერ ეს ერთი, ჩემოც ვიფასებო და მერე მეორე. ჩარტერული რეისით მოდის თქვენთან თქვენი პარტნიორი. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი კიდე, ხო, ნახეთ, დავალება აქვს ესეთი საკუთარ თავთან. აი, მე ეს უნდა გავაკეთო. ხო, ჩაიფიქრა რაღაცა და მოდის. ხო, და გეგმილია რაღაცა და მოდის. კი, მეგობრებო, მისი ჭირიმე. მეგობრებო, მოდის რევოლუცია, მოდის, კიდე, მოდის შესარიგებლად თუ დასაბრუნებლად ვარა. ვერ გეტყვით ახლა, ამას ვერ გეტყვით ახლა, მე რაფერი იქნება, თუმცა მოდის კი. შავი ხვრელიდან როგორც ჩანს გამოდის, მეგობრებო, გამოსვლა უნდა მას ყოველ შემთხვევაში. ხო, დაწყება უნდა, გამოსვლა უნდა, მოსვლა უნდა, ჩამოსვლა უნდა. ხო, არა შიში აქვს მაგტაფის. მაგტაფი შიში აქვს. რაფერს გამეიქცევა თქვენთან, ისე გეიქცევა უკან. მაგტაფას რომ დაანახებთ, უკან გაბრუნდება ისევე. ხო და თუ არ გინდათ რომ მოვიდეს, დაანახეთ პირდაპირ ტაფა. მეც უცებ მეგონა ახლა, შენდენ ჩემი მაყურებლები მეთქი. ხო ხედავთ? კი გამიკვირდა ისე. ერთ ღამეში ასე რაფერ შეიცვალა ადამიანი მეთქი. კიდევ რა სარგებლობა მოაქვს, თქვენ შორის ხვაობა. სარგებლობას რაც შეეხება, ეხლა ვერ გეტყვით მე იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე მოლაპარაკება ამ ადამიანს შეუძლია. თუმცა მე აქ ვხედავ სხვაობას და მე აქ ვხედავ მესამე რაღაცას ან ვიღაცას. მესამეა სიტუაციაში რაღაცა ან ვიღაცა. თქვენ შორის ხვაობა. მენტალური, ფიზიკური, მორალური, გონებრივი, ფსიქოლოგიური, ასაკობრივი, რელიგიური და აქ შეიძლება კიდევ ვიყვეს მანძილი თქვენ შორის. ხო, აქ შეიძლება კიდევ ვიყვეს სოციალური სხვაობა, მდიდარი და ღარიბი, რაღაც ესე, ხო. სამართლიანობაზე საუბრობს ეს ადამიანი, მინდა გითხრათ.
თუმცა რა უნდა იცი? უნდა ამ ადამიანს უნდა რომ დაიფიცოს. თითქოს უნდა მეგობრებო თქვენი ამდე რა ვქნა, რა გავაკეთო ხომ არ მეტყვით. ხო, ძალიან დავიღალეო ამბობს. ძალიან დავიღალეო და მოსვლა მინდაო შენთანო ბედნიერებისთვისა. ხო, ნეტა ისე დატრიალდებოდეს ბედის ბორბალიო, აი ავხტე, დავხტე და გადავხტე და დავხტე შენთანო. თუ რაფერა? ენა და მემბა. ხო, ძალიან ენერგიაზეა მოსული. ხო, აგიც არაფერს აღარ ამბობს უკესიო. არაფერს აღარ ვამბობო. იმაზე არაფერს აღარ ვამბობო, რომ იქნებ რამე გაწყენიათ, მაგრამ დავიფიცებო იძახის. ხო, დავიფიცებო, თუმცა არაფერს არ ამბობს არც ფიცზე და არც მტკიცზე. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, ისე ჭირს, თუმცა ძალიან დაღლილია ეს ადამიანი, ძალიან დავიღალეო ამბობს. აი, პერერივი მინდაო, დასვენება მინდაო, აი, ენერგია აღარ მაქო. აი, ხო ხვდებით, ძალის მომატება მინდაო, მოკრება მინდაო. მოკლედ, ბედის ბორბალი ნეტა ისე დატრიალდებოდესო, მეგობრებო, რომ ასე ცხენივით დახვანული დავრჩებოდეო. მოდი ამ მოედანზე ცეცხლი დავანთოთ დეუსა, ასე ამბობს. საცოდავი ამის დღე. მე არ ვიცი ხა რამდენად დასაჯერებელია ამ ადამიანის ფიცი, რამდენჯერ დაგიფიცადეს მე აღარ ვიცი უკვე. ხა აფერს ბაბუა ჩემა დადო ფიცი ნერვებს არ მოგიშლი და არ გაგაბრაზებო მე 1000-ჯერ, ისე დადო ამანაც ფიცი მე 15000-ჯერ, მაგრამ მე 16000-ჯერაც მაინც თავისას აკეთებს. ხო, ფიქრობს იმას, რომ ნახეთ ახლა, ნახეთ. ვერა და ვერ შევასრულე დანაპირებია. ძალიან დიდი ტკივილი მაქვს ამბობს. აქ ხედავ მაგიას, მაგიურ ზეგავლენას ხედავ მისი მხრიდან, მის მხარეს. სადაცა აფეთქდება, ხო, მეგობრებო. ეს ადამიანი სულ მალე, ძალიან მალე ისეთ სიტუაციაში შევა, აფეთქდება. ვიყავი და აღარ ვიყავი, იმიტომ რომ ვიღაცის ცუდი ენერგიები მოვიდა აქ, მეგობრებო. დღეს სასწაული ჭირს, ხო ხედავთ, იჭედება. დღეს სასწაულად იჭედება. ამიტომ ელოდეთ ამ ადამიანიდან ისეთ გამოჩენას, კონტაქტზე გამოსვლას, მოლაპარაკებას, დარეკვას, SMS-ებს, შეტყობინებას, ელოდეთ და ეს იქნება აფეთქება. აფეთქდება, ვეღარ უძლებს უკვე. გამორიცხულია, მეგობრებო. ამ ადამიანმა შეიძლება ამეღამაც მოგწეროთ. კი. საუბარი მოისურვოს თქვენთან დაკავშირებით. აი წეგან ბერმა დაწერა თუ გამოვა კონტაქტზე. გამოვა აუცილებლად კონტაქტზე გამოსვლა უნდა. თან ისე გამოვა რომ მეგობრებო, ამას თქვენ ვეღარ გააჩერებთ უკვე. გინდათ არ გინდათ თქვენ აღარ გეკითხებათ. ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. კი. ელოდეთ. ხო. აუცილებლად მეგობრებო ელოდეთ. იქნებ ბაშვის გაჩენაც მოგთხოვოთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ხო, ძალიან ენერგიული იქნება. იქნებ კექსიც მოგთხოვოთ. კი ბატონო. კი და აი ხო გეუბნებით კექსი. აი ამ წუთასო გეტყვით, აი ამ წუთას მინდა შენთან კექსიო. ხო, ნუ რა ვქნა ახლა, რასაც ამბობს იმას იგი თქვენა. თან დაგიკონკრეტებთ მეგობრებო. ამ ადამიანი აი დროს დაგიტყვით, დედას ფიცავა. დედას ფიცავარ მეგობრებო, თუ არ იყოს ასე, გეფიცებით ადამიანობას, აი ჩემი თქვენი ხმალი და ჩემი კისერი. ეს ადამიანი თქვენთან შეიძლება ბავშვის გასაჩენათაც მოდის. ხო, ნუ თუ გქონდათ გეგმაში, მასთან ბავშვის ყოლა, ბატონო მოდის. კი, მოდის. სასწაულად მოდის. ასე რომ ელოდეთ, თან კონკრეტულად მოდის, მეგობრებო, თან ხო არ დაგიკონკრეტებთ ისე მოდის. ესე გააღებს კარებს და გეტყვით. всё, მე ეს და ეს მინდა, დამთავრდა. ნუ ეხლა მეგობრებო, ეხლა ჩემო ძვირფასებო. რამდენი ადამიანი მიყურებთ? 51. ხო, ეხლა საჯაროა, ხო? ნუ ვისთან კონტაქტზე გამოვა, ვისთან პირისპირ მოვა, ვისთან მოთანიედ მოვა, ვისთან საჩხუბრად მოვა, პირდაპირ კატეგორიული იქნება, ძალიან მომთხოვნი იქნება, ძალიან აგრესიული იქნება. ეხლა, მეგობრებო, გავითვალისწინოთ, ხო? ვართ 51 ადამიანი. ვისთან როგორ და ვისთან როგორ ეხლა გამომიხტეთ მე ლაივში. თუ იმაში რა ქვია, კომენტარებში. ხო, ასე რომ ელოდეთ, კუცურას, თუ ცუგურას, ნუ ვინც მიყურებთ, ეხლა თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი.
ხო, მე არ უთხრათ, რომ მე აღარ მინდებხარო. მე გეტყვით, ხო გინდოდიო? აქამდეო, ახლა რატომ აღარ გინდებარო? ხო გინდოდიო? ეხლა რატომ აღარ გინდებარო? გულს რატომ მტკენო? ფანტაზიებში რატომ ამყოფებო? ცუდათვა რომ მეუშენოდო, всё, მორჩა კინო. ტრევოგა კატეხილი, განგაშია კატეხილი. აი ავადმყოფურათა, კექსი უნდა და რა ვქნა ახლა, მე ვერ დავაკავებ ამას. გადამიწდითქო. ასია ჩემო ძვირფასება, ნუ მე რა ვქნა ახლა. ძალიან კარგად ხვდებით, მე რასაც საუბრობ ბოდიში, მაგრამ ასია კი. გინდა იმშობიარე დოჩი და გინდა ოპერაცია გეიკეთე. მაი ჩემი საქმე აღარაა. ხო. გინდა საკეისრო გეიკეთე. მოუნდა აბა რა? უნდა. რო უნდა აგიც დიდია. მე რატომ მოვაშორო, შენ მოაშორე კაცა? მე არ ვიცი რა შეჭირდება. რატომ მოყავთ აქ, რატომ მიწვევთ? მაგას მე არ ვიცი. ყოფილი. მოშორდეს აქედან. არ ვიცი მეგობრებო, რატომ გინდათ? მოდის და შევიგინებდი ახლა რა. ატის დავდებ ეკრანს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო. მისი ენერგიები და ელოდეთ, წუთი-წუთზე ელოდეთ, კი? მე რა ვქნა ეხლა, თქვენ ელოდეთ, მე რა. თქვენ უნდა ელოდოთ. მე არ დამაბრალოთ, მე არ გამომიხდეთ, ჩემი საქმე არა. მე წყალს მოსვამ ახლა, ნახეთ? ჩემი ჭია მაია, ჭია მაია, ხვალ თუ კაი დარია გაფრინდი. ხო. არ ვიცი, თვეთვეზეა თუ დღეღეზეა. რა თქმა უნდა, თავში ტვინი რომ ქონოდა. თავში რო ქონოდა, ყოფილი არ იქნებოდაო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა ბევრი რომ არ გავაგზელო, დავიწყებ ჩვენს დღევანდელ ლაივს. დაბნელების კორიდორი, ჩვენი დღევანდელი თემა არის ეგი. რა მოხდება დაბნელების კორიდორში? რა შეიცვლება? რა რჩევას მოგცემთ? რა უნდა გაითვალისწინოთ? მოკლედ ყველაფერი. ხო. ასე რომ ეხლა დავიწყებ. დაბნელების კორიდორი. აბა რა მოხდება ამ ორ კვირაში? ეხლა თქვენი სიტუაცია, თქვენი დიაგნოსტიკა, თქვენი სიტუაცია. აი ესე ხართ, ზოგი შეიძლება ეხლაც გაუნძრევლად იყვეთ, არაფრის თავი არ გქონდეთ, არაფერი არ გიხაროდეთ, არაფერი არ გინდოდეთ. ნუ ვიღაცას ჩაფიქრებული ყავს თავისი პარტნიორი, ვინც ამ მდგომარეობაშია, შეიძლება ისეც იყოს. ხო, შეიძლება ისეც იყოს. მოკლედ, მეგობრებო, თქვენი დიაგნოსტიკა აქ არის ძალიან დიდი მწუხარება და ცრემლი, ძალიან დიდი ტკივილი გქონდათ წარსულში, როგორც ჩანს, ძალიან ცუდად იყავით და განგრიათ საერთოდ. კი, იმ სიტუაციამდე მიგიყვანათ თქვენმა რაღაცამ, რომ აი ძალიან რთული იყო აქედან გამოსვლა. თუმცა უკან არ დაიხიეთ, მაინც და რაღაცნაირად გამოცურეთ, კი. კიდევ რა, მეგობრებო. სულიერად ძალიან ცუდად იყავით, კი. ძალიან ცუდი პერიოდი გქონდათ. არავინ აღარ გინდოდათ. თითქოს საკუთარ თავსაც ძალიან ისე ექცეოდით კატეგორიულად, კი? და მოკლედ ეს ყველაფერი იყო ძალიან ცუდი. ცუდი მომენტი იყო თქვენ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ, ძალიან ისე შეიცვალა თქვენი ცხოვრება, რომ აი არ ელოდით. მერე იყო ის, რომ ძალიან ბევრი ჭორები დადიოდა თქვენზე. ამ ადამიანებს ხო იცით ახლა რაც ხდება? ჭორი, ოღონდ რაიმე აჭორავე ამ ხალხს, ზოგიერთებს საზოგადოებას უყართ. ხო. უყართ ეს ძალიან ეს ენის მოტანების სხვაზე საუბარი, არ ხვდებით, ხო? ხო, ამიტომ ამან თქვენზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. კი ბატონო.
რას წაიღებს თქვენი რას წაიღებს დაბნელების კორიდორი, ხო. მოკლედ მეგობრებო, რას ვხედავ ახლა მე? თქვენი ცხოვრებიდან წაიღებს დაბნელების კორიდორი იმას, რომ ღამის უძილობას ადამიანს წაიღებს და წაიყვანს თქვენი ცხოვრებიდან, ვიზეც ძალიან დიდ იმედებს ამყარებდით. ხო, აი წავა თქვენი ცხოვრებიდან. კი, წავა. რატომ წავა? ხო. იმიტომ წავა, რომ ამ ადამიანმა ბალანსი დაგირღვიათ. ამ ადამიანმა მარტო დაგტოვათ. ამ ადამიანმა თქვენს პრობლემებთან ერთად მარტო დაგტოვათ. საერთოდ ხელი არ გაამძრია. კი, აი ყოყმანობდა, თუ კი რაიმე გქონდათ გასაკეთებელი, ყოველთვის მარტო იყავით. კიდევ. ხო, მხოლოდ თქვენ იყავით საკუთარ თავთან მარტო. მხოლოდ თქვენი მუშაობა, მხოლოდ თქვენი შედეგი. რას წაიღებს დაბნელების კორიდორი? წაიღებს ამ ადამიანთან მოგონებებს და ამ ადამიანის ცუდ ენერგიებს. წაიღებს თქვენგან მეგობრებო. კიდევ რას წაიღებს თქვენგან დაბნელების კორიდორი? აი რა გავაკეთო? მეგობრებო. წაიღებს მაგიებს. აი, ჩვენი კითხვა უნდა ყოფილიყო დღეს, თუ გაქვთ მაგია, თუ გაქვთ მაგიური ზეგავლენა. ზოგიერთი შემთხვევაში იყო მაგიური ზეგავლენა და ზოგიერთებთან ეხლაც არის მეგობრებო მაგიური ზეგავლენა, ამიტომ ამ ყველაფერს წაიღებს. იცით როგორ წაიღებს? წმენდებს გაიკეთებთ თქვენ თვითონ. ხო. თქვენ თვითონ გაიკეთებთ წმენდებს. ან უნდა გაიკეთოთ წმენდები მეგობრებო? კი. გაიკეთოთ უნდა. აუცილებლად უნდა გაიკეთოთ წმენდები. ეს მაგიის კარტია, ეს ჯადოს კარტია, ეს მაგიური ზეგავლენის კარტია. კი. ეს არის თვალის კარტიც, შურის კარტიც. ხო. კიდევ. რას წაიღებს? რას წაიღებს მეგობრებო და ის ურთიერთობა რაც დასასრულებელია უნდა დასრულდეს. აუცილებლად უნდა დასრულდეს. თქვენ თვითონ დაასრულებთ ამას. თქვენ თვითონ. კი. აუცილებლად დაასრულებთ თქვენ თვითონ. იმიტომ რომ სხვა გზა აღარ გაქვთ უკვე. ეს თქვენც ძალიან კარგად იცით. ეხლა მე რაზეც ვსაუბრობ. დასასრულებელია და იმიტომ უნდა დასრულდეს. ის რაც აღარ მუშაობს უკვე თქვენ ცხოვრებაში, ისინი ყველაფერი სრულდება. ამიტომ არაფერს არ გაეკიდოთ. შვიდად შეხვდით ყველაფერს. მიდის, გაუშვი, მოდის, მიიღეთ. დამთავრდა მეგობრებო. დამთავრდა. კიდევ. ეხლა მინდა ვკითხო კარგს, რა შემოვა? რა შემოვა თქვენ ცხოვრებაში? სრულყოფილება. თავს იგრძნობ სრულყოფილად და იცით რატომ? როდესაც არასწორი ადამიანები მიდიან თქვენი ცხოვრებიდან, როდესაც არასწორი სიტუაციიდან გამოდიხარ, არასწორ ცხოვრებას ამთავრებ, ხურავ არასწორ კარებს, დაასრულებ, ხო, მეგობრებო? დამთავრდა, ხო? გადადიხარ სრულყოფილებაში, საკუთარ თავთან, რაც მთავარია. აი ხო გეუბნებით. თავდება უბედური ქორწინება, უბედური ურთიერთობა, რუტინული ცხოვრება, ერთფეროვნება, პატიმრობა. კი ბატონო, ეს ყველაფერი მთავრდება და იწყება სრულყოფილება. გადადიხართ სრულყოფილებაში. კიდევ. აქამდე თუ ცხოვრობდით ეკონომიურად, ზოგადად, კი, ბევრი თქვენთაგანი ცხოვრობდა ეკონომიურად. ეს შეიძლება იყოს ფინანსებზე ეკონომია, აი საკუთარი თავისთვის რაღაც გინდოდათ და ვერ იმეტებდით, ეკონომია გქონდათ ჩართული, ხო? ეკონომისტები იყავით გამხდარი, მეგობრებო. აი ეს ცხოვრება შეიცვლება. კი. კიდევ რა სრულდება? სრულდება ის, რომ თუ კი ადამიანები გექცეოდნენ უპატიოსნოდ, თუ კი ადამიანები გაყენებდნენ შეურაცხყოფას, თუ კი უნდობლობა გქონდათ ადამიანების მიმართ და თქვენ ამჩნევდით მათგან უარყოფით საქციელებს, იცოდეთ რომ? ხო. დაასრულებთ ამ ადამიანებთან ურთიერთობას. დასრულდება, განოლდება ესეთ სიტუაციაში ყოფნა. ესეთი ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან კი არ წავლენ, გაქრებიან, მეგობრებო. ხო. გაქრებიან. კიდევ.
აი მაინტერესებს ეხლა მინდა ვკითხო დასტანს. ვისგან იყო აი ეს მაგიური, სადაა ის სურათი? აი ეს მაგიური ზეგავლენა, რომელიც აქვს ზოგიერთებს და რომლებსაც შეუქმნეს რაღაც დაბრკოლებები ცხოვრებაში მაგიებით. ეხლა მინდა ვკითხო, ვისგან იყო ეს ყველაფერი? ვისგან მოდიოდა ეს მაგიური ჩარევები, მეგობრებო? ძალიან მაინტერესებს ზეწოლა მაგიური ვისგან გქონდათ. აი თუ მოგცემს საშუალებას, ეს შეიძლება იყო მეგობრებო. მათყუ არა მეგობრები, უმეტესწილად არის მეგობრები. კიდევ ვისგან იყო? ვისგან? ადამიანები, რომლებიც მეგობრად ასაღებდნენ თავს, კი, ადამიანები, რომლებმაც რაღაც შემოგთავაზეს, მეგობრებო, და ამ შემოთავაზებულ ნივთში თუ საქმიანობაში, თუ რაღაცაში, თუნდაც რაღაც იყო ისეთი, რაც მოგაწოდეს, თუნდაც შოკოლადი, თუნდაც რაღაც, აი იმ რაღაცაზე იყო გაკეთებული მაგია. აბა ეხლა მეგობრებო, დაფიქრდით, ვისგან გქონდათ რაღაც შემოთავაზება, ან საჩუქარი, ან ფულადი დახმარება, ან რაღაც ნივთი ისეთი, რაზეც შეიძლებოდა ყოფილიყო მაგია. კი. ნამდვილად ასეა. ეს იყო ვიღაც მეგობარი, ან ახლობელი ადამიანი, რომლიდანაც გააქვთ მაგიური ზეგავლენა. ხო, კიდევ. ვისგან არის მაგიური ზეგავლენა? აქ შეიძლება იყოს ერთი ადამიანი და შეიძლება იყოს ბევრი. ვისთან როგორ ეხლა? შეიძლება ვიღაცასთან კლანიც იყოს. რამდენიმე ადამიანი, ეს შეიძლება იყოს საგვარეულო. არ ვიცი მეგობრებო ეხლა. მე არ ვიცი. კიდევ? ხო, ადამიანები, რომლებმაც ჭკუაში მოგატყუეს, კი ბატონო, მეგობრებო, აუცილებლად მოგატყუეს ჭკუაში ადამიანებმა, რომ ეს არის ოჯახის ახლობელი, ან წარსული ოჯახიდან, ან ოჯახის ახლობელი. აი თქვენს გარემოში ტრიალებს, ან ტრიალებენ ეს ადამიანები, მეგობრებო. შორებელი არ იქნება, ხო იცით? ხო. ეს არის ოჯახის კარტი. ეს შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორის ნათესავები, ხო იცით? ხო იცით ახლა სისხლის მონათესავეები აკეთებენ ამას და თქვენი ყოფილი ან თუნდაც ჩვენი ყოფილი ადამიანები, ყოფილებიც ითვლებიან სისხლით მონათესავეებად. ამიტომ მეგობრებო, შეიძლება ზოგიერთი შემთხვევაში იმათგანაც მოდიოდეს მაგიური ზეგავლენები. არ არის გამორიცხული და იცოდეთ. ვისთან რა და ვისთან რა. კიდევ. ხო, არ გაგიმართლათ ადამიანებთან. გაუმართლებელი ოჯახი. ადამიანებმა შეიძლება თქვენგან წაიღეს რაღაცები, რაღაც მოგპარეს, რაღაც დაკარგეთ, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ნივთი დაკარგა. აბა მეგობრებო, ეხლა გადახედეთ თქვენს უკან, თუ დაკარგეთ რაიმე ნივთი, ან რაიმე შეიძლება დაკარგეთ, მოიპარეს და იმ მოპარულ ნივთზე შეიძლება იყოს გაკეთებული ჯადო. ესეც შეიძლება იყოს. ესე შეიძლება იყოს. კი ბატონო. ხო. ახლა ქვემოდან რა სურათია? ადამიანი, რომლებთანაც გქონდათ ძალიან ისეთი ნდობა, საიმედო იყო თქვენთვის, თქვენ ამ ადამიანის იმედი გქონდათ, საიმედო, პასუხისმგებელი ადამიანი. ძალიან პასუხისმგებლად თვლიდით თქვენ ამ ადამიანს, კი? მაგრამ არა მეგობრებო, იმედები არ გაგიმართლათ იმედები ამ ადამიანთან ან ამ ადამიანებთან. არა, გაგიცვათ იმედები. ბევრი თქვენთაგანი წასულია. ხო, ეს შეიძლება იყოს ყოფილი პარტნიორი და მათი ოჯახის წევრები, კი. მაგრამ თქვენ ამიდან უკვე გამოსული ხართ.
განკურნებული, უკვე ინკურნებით და გამოსულიყავთ. ან აუცილებლად უნდა გაიკეთოთ წმენდები, რომ ამ ყველაფრიდან განთავისუფლდეთ. ხო. კიდევ თუ ცდილობენ ახლა ეს ადამიანები, მაგალითად მეგობრებო, აი ამ ადამიანებს თუ მოგაშორებთ დაბნელების კორიდორი. აი ამ ადამიანებზე ზოგადად ზეგავლენას თუ მოახდენს დაბნელების კორიდორი. აი ვინც თქვენ თუნდაც ეს მაგიური ჩარევები გაგიკეთათ, ხო? ამ ადამიანებზე რას აი მე ქართული მავიწყდება. რა ზეგავლენას მოახდენს ამ ადამიანებზე დაბნელების კორიდორი? როგორი მოქმედებს მათთვის მათზე დაბნელების კორიდორი? ოხ, მეგობრებო. ხო გეუბნებით, მეგობრებო, ეს არის ოჯახის წევრი, ოჯახის ახლობელი, შეიძლება გქონდათ ამ ადამიანთან ოჯახი, ან ეხლაც გაქვთ ოჯახი, ეს ამ ადამიანებთან შეიძლება ეხლაც გაქვთ შეხება, ნუ მაინდა-მაინც ეხლა პარტნიორს ნუ მივეჯაჭვებით, იქნებ ნათესავიც იყოს კი. მეგობრებო, თქვენ ძალიან კარგად იცით, ეხლა მე ვიზე ვსაუბრობ. ეს შეიძლება იყოს ნათესავი, მეზობელი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი, თანამშრომელი, ხო, ვისთან რა და ვისთან რა. თქვენ ეჭვი გაქვთ ვიზეთ ვსაუბრობ. თქვენ ამ ადამიანზე ეჭვი გაქვთ. თქვენ უკვე ხვდებით ვიზეთ ვსაუბრობ. კი. ამ ადამიანთან ძალიან ბევრი წინააღმდეგობების გაწევა გიწევთ ეხლა. თქვენ უკვე ძალიან კარგად მიუხვდით ღალატია ყველაფერი, ამიტომ წინააღმდეგობას უწევთ უკვე. კი. რას წაიღებს დაბნელების კორიდორი ამ ადამიანებისკენ? წაიღებს ღალატს, წაიღებს ტყუილებს, წაიღებს იმის მცდელობას, რაც თქვენთვის უნდათ ამ ადამიანებს. კიდევ ძალიან ბევრი ოცნება აუხდენელი დარჩებათ. ეს ადამიანები, მეგობრებო, მოძრაობას შეწყვიტავენ. მოძრაობას ახლა რა მხრივ? ვერ იმოძრავებენ ისე თავისუფლად, როგორც მათ უნდათ. შეიძლება შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა, ცვალებადი ხასიათები. ეს ადამიანებიც დაკარგავენ თავმოყარეობას, დაკარგავენ მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მეგობრებს, შემოეცლებათ თითქმის სამეგობრო წრე. ყველა ზურგში აქცევს. კიდევ ბუმერანგი. რა დაემართებათ მათ ამ დაბნელების კორიდორში? დაეკეტებათ ფინანსები, თუ კი რაიმე უსამართლობა ქონდათ ამ ადამიანებს თქვენს მიმართ ჩადენილი, მეგობრებო, უსამართლობა, ხო? აბსოლუტურად ყველაფერი უბრუნდებათ უკან. დაუქვეითდებათ ყველაფერი, ნუ მაპატიეთ ახლა, როგორც თქვენ გქონდათ დაქვეითებული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური ზეწოლა გქონდათ, აი ყველაფერი რო გტკიოდათ, ძალა რო არ გქონდათ, ფეხზე ვერ დგებოდით, აი ყველაფერი გტკიოდათ. აი მე ჩამოვთვლი ახლა რა ხდება მაგიური ზეგავლენის დროს. ხელების ტკივილი, თავის ტკივილი, ფეხის ტკივილი, მუცლის ტკივილი, თვალების ტკივილი, თმების ცვენა, კბილების გაფუჭება, ჩხილების გაფუჭება. აი მეგობრებო, კიდევ რა შეიძლება? ხერხემალის ტკივილი, ყველაფრის ტკივილი, ყველაფერი უბრუნდებათ უკან. რაც თქვენ დაგმართათ, ის უბრუნდებათ უკან, ძალა გამოელევათ. დაბნელების კორიდორი ყველაფერს აბრუნებს, ბუმერანგებს, მეგობრებო. იცოდეთ. მოდი ახლა ვკითხავ კიდე მაინც. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენ რა შეღავათი ამ დროს? არაფრის არ მეშინია ანა მარია სულ. არაფრის არ მეშინია. მე არც იმ სიკვდილის მეშინო და რაც მე დამართეს. არა. მაგრამ რატომ ბრალ ადამიანო? ხო. რა იცის მეგობრებო, ჯადოებმა კიდევ ახლა გეტყვით. ყველაფერი ხო გტკივათ. წახვალთ ექიმთან და ექიმი გამოგიშვებთ სახში, არაფერი არ გჭირსო გეტყვით. ხო, გული ხო გტკივათ, გული გტკივათ. ხო, დაგიბნელდათ თვალები, დაგეხურათ ყურები.
გათეთრდით მიტკალივით, დაკარგეთ გონება, მოგცათ გულისრების შეგრძნება, ვერ ზიდულობთ თავს, ფეხებს, ხელებს, მხრებს, ბეჭებს, ფეხზე ვერ დგებით, ხო, იქცევით. თვალი გახელილი გაქვთ და ვერაფერს ვერ ხედავთ. აი ესე ვშვები და ვერაფერს ვერ ხედავთ. იზომას წნევას და წნევა არ გაქვთ. გამარჯობათ. მანდ ვართ მიკროინფარქტზე. ინსულტი, ნატურალმენტე. კი ბატონო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთია ჯადოები, ესეთია მაგიები, კი. რა საშინელებასაც თქვენ გმართებდათ ადამიანები, ის საშინელება უბრუნდებათ უკან. რატო გეცოდებათ ხომ არ მეტყვით? მე არავინ აღარ მეცოდება. არა, არავინ არა შესაძლებელი და რატო უნდა შევიცოდო? საშინელება ის თუ იყო, თქვენ რო გაგიკეთათ. მეგობრებო, თუ იყო ის საშინელება, თქვენ რო გაგიკეთათ. თქვენ რო ჯოჯოხეთად გიქციათ ცხოვრება. თქვენ რო შემოგაცალათ ყველა და ყველაფერი ირგვლივ, თუ ის საშინელება. შემეცოდა? არა. არც მე მეცოდება. არავინ არ მეცოდება. როგორ არ შეიძლება? ყველაფერზე კეთდება. რას ლაპარაკობ? ჯადოებს სანთლებით არ აკეთებენ, ეკლესიის სანთლებით, მეგობრებო. რას ფიქრობთ ახლა თქვენ? არავინ არ მეცოდება საერთოდ. მე არავის არაფერს არ დაუშავებ, მაგრამ თუ კარგის კეთება არ შემიძლია, არც ცუც არ გაუკეთებ ადამიანს. ამიტომ არ შევიცოდებ. არა, არ შევიბრალებ. რატო უნდა შევიცოდო? არც არაფერს გაუკეთებ, მაგრამ არ შევიცოდებ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, საკუთარი თავი შეიცოდეთ. მიანდეთ უფალს. ხო. ეხლა თქვენი მდგომარეობა ეხლა ამ ყველაფრით. აი თქვენი სიტუაცია მაინტერესებს ეხლა. ნერვიულობა, დანაკარგები, ბევრი დამარცხებულად გძნობთ თავს. ხო, იცი რა, ოჯახური პრობლემები, არეულ-დარეულები ხართ მეგობრებო, ბევრი თქვენთაგანი ფიქრობთ წარსულზე, აი ყოველთვის გონებაში ატრიალებთ ამ ყველაფერს. არი ნერვიულოთ? არა. არი ნერვიულოთ? არც იღელოთ. არა, არც ცალმხრივ სიყვარულზე იდარდოთ. გაუშვით ყველაფერი ჯანდაბის იქეთ და იმის იქეთ. ხო. ისევ დადგებით ფეხზე, არი ნერვიულოთ. ახალი შესაძლებლობები მოგეცემათ იმისთვის, რომ არასტაბილურობიდან გამოხვიდეთ. ხო. თავარია საკუთარი თავს იგნორი არ მიცეთ. რაც შემოდის თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად მიიღეთ. ხო. მიიღეთ. კიდევ ცადეთო გეუბნებათ. კი, გააგრძელეთ ცხოვრება. კი, მეგობრებო, შემოვა ფინანსები, თუ კი ფინანსები გქონდათ დაკეტილი. იცოდეთ, რომ აუცილებლად იხსნება ფინანსების კარი. კი. ბრძოლის უნარიანობა გეძლებათ. კი. აი, თუ კი გქონდათ მარტოობის შიში, ხო, მეგობრებო, ან მარტო დარჩენის შიში, თუ დაუშვად გქონდათ, არც ამაზე არ ინერვიულოთ. ეხლა თუ კი ხართ მარტოობა იმას არ ნიშნავს. თავისუფალი ადამიანები ხართ, ხო? მაგაზე არ ინერვიულოთ. პირიქით უკეთესია ეხლა ესე რო ხართ. ხო. რომ გამოხვიდეთ ამ დეპრესიებიდან, ნელა-ნელა დაიწყებთ ნაბიჯებს, არ ინერვიულოთ. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. თითო ნაბიჯით გადადგამთ აუცილებლად წინ წახვალთ. კი. ცალიფეხი აშვებული გაქვთ. რო იცოდეთ ისე. იმ ცალფეხსაც უკვე გაინთავისუფლებთ. რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? კიდევ, აი თქვენ ცხოვრებაში რა შემოდის? სამკუთხედებზე გამარჯვება. აი ის რაც კარებით დახურული იყო, თქვენ ამ კარებს გააღებთ. შეიძლება ზოგს ფორტუნაც გაგიმართლოთ. შეიძლება ვინმემ ლატარია ითამაშოთ და რაღაცა მოიგოთ. კიდევ
შეიძლება კიდევ რა რაღაცა იქეიფოთ, რაღაცა აღნიშნოთ, რაღაც წვეულება მოაწყოთ, შეიძლება სადმე ადამიანები ერთად წახვიდეთ ზღვის პირას, გაისეირნოთ. კი, ახალი შესაძლებლობები გეძლევათ. ზოგს გადაადგილება გინდათ, წასვლა გიჩანთ, ტურისტულად მოგზაურობა, წასვლა გიჩანთ, მეგობრებო, კი. ახალი გზები იხსნება. ვისაც დაგეგმილი ქონდა წასვლა და აქამდე კარები ღია არ იყო, აბატონო, იხსნება თქვენი კარები. ადგილმსამყოფელის გამოცვლა გიწევთ. ემიგრაცია, ტურისტობა, სამოგზაუროდ წასვლა, ახალი გზები, ახალი ალიანსები. ხო. ისევ იმედი გეძლევათ, იმედის კარი იხსნება, მეგობრებო. და ეს იქნება მოულოდნელი საჩუქარი იმასთან, რაც აქამდე იყო დაკეტილი თქვენთვის და დახურული. ხო. კიდევ რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? აი, იცით რა შემოდის, მეგობრებო? აი, ეხლა იცით რა სიტყვით? აი, იმდენად შეიცვლება თქვენი ცხოვრება, გაგიკვირდებათ და ესე იტყვით. რის ფასად დამიჯდა ეს ყველაფერი? ამად ღირდა? აი, ამ ნერვიულობად ღირდა? თურმე რატომ ნერვიულობდიო? ამას იტყვით, მეგობრებო, დედასფიცა ვარ. საკუთარ თავს რატომ ვაიგნორებდიო? საერთოდ რა თმინდოდა რომ ნერვიულობდიო? ამას იტყვით, დედასფიცა ვარ. ხა, წასასვლელი ნეტა ადრე გამეშვაო, იტყვით. აი, ყველანაირი ხერხი გამომეყენებინა და ნეტა გამეშვაო, ამას იტყვით. ამას იტყვით. ხა, სად ვიყავი აქამდეო? გეფიცებით ამას იტყვით. რისთვის ვიკლავდი თავს? ამად ღირდაო? ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი ბედნიერება, აი ისე რადიკალურად შეიცვლება თქვენი ცხოვრება, ხო, მეგობრებო? ფუ, აი რა იყო, ასე იტყვით. ეს რა იყო? მოულოდნელად და გეუბნებით სადღაც მოულოდნელად წასვლა გიწევთ. მოულოდნელად რაღაცის შეძენა გიწევთ. თუ კი სამუშაოს ეძებდით და ნერვიულობდით ამ დაბნელების კორიდორში, თქვენ როგორც კი გაივლით ამ პერიოდს, აუცილებლად იღება სამუშაო კარები. აი, ნებისმიერი კარი იღება, მეგობრებო. ბიზნესი თუ გინდოდათ რაიმეს დაწყება, აუცილებლად დაიწყებთ. კი, პარტნიორულ ურთიერთობაში შედიხართ. კი, მეგობრებო, აი იქ სადაც თქვენ შედიხართ, ხო, მეგობრებო, ეს იქნება ისეთი ურთიერთობა, რისთვისაც ბრძოლა ღირდა კი. ხო, ამას იტყვით. აი ამისთვის ღირდა ბრძოლა. დედასფიცა ვარ, ამას იტყვით. აი ამად ღირდა ყველაფერი. აი ზუსტად ამ სიტყვებს ეტყვით საკუთარ თავს. საკუთარ თავს ეტყვით, მეგობრებო. აი ამად ღირდა ყველაფერი. ამის ლოდინად ღირდა ყველაფერი. მე აუცილებლად გავაკეთებ მომდევნო საჯარო ლაივს ახალ პარტნიორობასთან დაკავშირებით, მე ეს თავშიც ვთქვი. იმიტომ რომ მე აქ ვხედავ ახალ ურთიერთობას. დაბნელების კორიდორი მთავრდება 28 აგვისტოს. ხო. 28 აგვისტოს მთავრდება, მეგობრებო. პლუს მინუს 2-3 დღე რა, ზევით. აგვისტოს ბოლოს მთავრდება. ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასება. ხო. აქ ვხედავ მე დიდ სიყვარულს, აქ ვხედავ მე ბრძოლის უნარიანობას, აქ ვხედავ მე ფინანსებს, აქ ვხედავ ახალ ურთიერთობას, მიღწევას იმაზე, რაზეც იბრძოლეთ, რაზეც ახლა ბრძოლობთ. იმის მიღწევა, სტაბილურობას ვხედავ ურთიერთობაში, კი. აი როგორც თქვენ, ისევე თქვენი პარტნიორი. მე აქ ვხედავ ძალიან დიდ გრძნობებს, მე აქ ვხედავ ერთგულებას, მე აქ ვხედავ ერთმანეთთან მუშაობის სურვილს. მხოლოდ ერთი არ მუშაობს ურთიერთობაზე, ორივე ადამიანი მუშაობს ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, უკან არ დახევა, რას ლაპარაკობთ, მეგობრებო? თხილად, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მიდიხართ წინ. მოდი ბოლოს რას გეტყვით. აი რა იქნება ბოლო კარტები. არ ვიცი რაც იქნება, ის იქნება. რა იქნება? ბატონო.
ეს არის უფლიდან დალოცვილი სიყვარული. ეს არის ამურის ისრით ნასროლი ურთიერთობა. ურთიერთობა, რომელიც უფალმა შექმნა. ეს არის სიყვარული, სადაც იქნება ბალანსი, სადაც იქნება ერთმანეთის პატივისცემა, სადაც იქნება სრულყოფილება, აქ იქნება ძლიერი გრძნობა, ეს იქნება ქორწინება, მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა. აქ იქნება ძალიან დიდი გრძნობა. მინდა გითხრათ. ურთიერთობაში გადადიხართ. ახალი ურთიერთობის დაწყება. მომდევნო ლაივი მექნება ახალ ურთიერთობაზე და იქ მექნება დახასიათება იმ ადამიანის, როგორი იქნება თქვენი ახალი პარტნიორი. მეგობრებო, ესეთ იქნება ჩვენი მომდევნო ლაივი. ხო, ეხლა აქ რა არის დარჩენილი? დარჩა წარსულში თქვენი არტისტული ცხოვრება. არტისტულ ცხოვრებაში შედის პარტნიორის არტისტობები, ხო, დადგმული სცენები. დარჩა წარსულში ლიტერატურულად გადაწყვიტავთ, ოფიციალურად გადაწყვიტავთ, რომ დატოვოთ წარსულში ის იმპერატორი, ქალი თუ მამაკაცი, ვინც მიყურებთ, არა აქვს მნიშვნელობა. თუ მამაკაცები მიყურებთ, ქალბატონია, თუ ქალბატონი მიყურებთ, მამაკაცია. დატოვოთ წარსულში ეს თქვენი ყოფილი პარტნიორი, რათა გაანოლოთ და დაამთავროთ და დასრულდეს, ამას ოფიციალურად გადაწყვიტავთ. ნახეთ, ლიტერატურულად წერილი ნაძალადებად მიღებული სხვა გამოსავალი აღარაა. ამას გააკეთებთ, გინდათ თუ არ გინდათ. ოფიციალურად გადაწყვიტავთ, რომ დახუროთ წარსული. დაამთავრდა. წარსულში რჩება ეს ქალბატონი თუ ვაჟბატონი, ვინც იყო თქვენ ცხოვრებაში, ოფიციალურად რჩება წარსულში. ხო. თან იცით როგორ რჩება? ნახეთ, სირცხვილ ნაჭამი, თავმოჭრილი, განადგურებული, აი, რო ვერ წარმოედგინა მას, ისეთ სიტუაციაში რჩება, მეგობრებო. ძალა გამოლეული. თავმოჭრილი სირცხვილ ნაჭამი. კი, ესე რჩება. მე რა ვქნა ახლა? რაც გაითამაშა სცენა, იმ სცენაზე რჩება თვითონ. მის შესაბამის სცენაზე რჩება, მეგობრებო. თავისი დაწერილი სცენარი თვითონ წერს და თვითონ კითხულობს. აი ეს რჩება მას. რა ვქნათ ახლა? ჩვენ ვერაფერი მან მის თავს დააბრალოს. აი ეს იქნება დაბნელების კორიდორში. ეხლა კიდე მინდა ასტრაბარათებს ვკითხო მაგასთან დაკავშირებით, რატომაც არა. ეხლა ცოტა მოვთქვა წყალი. გული გავიგრილო. ხო. იცეკოს ტანგო. იმან კი არ იცეკოს ტანგო. თქვენ უნდა იცეკოთ ეხლა ვალსი. დავიწყოთ ახლა. ჩემო ძვირფასებო, ასტრაბარათები. აბა ვკითხოთ ახლა ასტრაბარათებს. როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? აი ამ დაბნელების კორიდორის შემდეგ. თქვენი ცხოვრება როგორი იქნება, მეგობრებო? ძალიან საინტერესოა. ჩემი ასტრაბარათები თან ძალიან ისეთი მჭერმეტყველია, რომ აი არ ვიცი. ხო. მეგობრებო, არაფერს აღარ ვიტყვი. ბატონო. აი ეს ხართ თქვენ. ღვთაებრივი. თქვენი ცხოვრება იქნება ღვთაებრივი და თქვენ იქნებით ღვთაებრივი. ისედაც ხართ ღვთაებრივი ადამიანები. აი ძალიან ძლიერები ხართ, უძლიერესები ხართ. ვერაფერმა ვერ გაგტეხათ, ვერ დაგამარცხათ, ვერ დაგამხოთ, ვერ წაგაქციათ, ვერ გაგთელათ, ვერ გადაგიარათ, ვერ მოგსპოთ, ვერაფერმა, მეგობრებო. ძალიან მებრძოლები ხართ. აი ძალიან ძლიერები ხართ. აი იცით როგორები ხართ? არ ვიცი. ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. აქ შეიძლება კუროც იყოთ, ცეცხლის ნიშნის ქვეშ ხართ, ან უკვე ცეცხლებს ყრით, უკვე ისეთი ძლიერები ხართ, მეგობრებო, რომ ცეცხლის ენერგიებში ხართ უკვე გადასული. ხო.
ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, ეს არის დიდი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები მიყურებთ. უფლის წყალობა რო გაქვთ ის ადამიანები მიყურებთ. ის ხართ, ვისაც სამყარო უყვარს, ბუნება უყვარს, სამყაროსთან არსებული ყველა ცხოველი და ფრინველი უყვარს. ყველაფერი უყვარს სამყაროში, რასაც ხელით შეეხები, რაც ბუნებაში არსებობს, ყველაფერი უყვარს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ხელით რაღაცას აკეთებთ. მეგობრებო, აბა აღიარეთ ახლა. ვინ რას აკეთებთ? ხო. ვინ რას აკეთებთ აბა ახლა? ხელით ვინ რას აკეთებთ? ვის რისი კეთება გიყვართ? ახლა მე არ ვიცი. ხატავთ, ქსოვთ, კერავთ, ძერწავთ, ხეზე კვეთავთ, ხელსაქმე გიყვართ, ცხოველები გიყვართ. ყველაფერი გიყვართ. ხო. ხატავო, მეც ვხატავ. სხვათა შორის. ხო? ასე რომ ჩემო ძვირფასებო, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. ხო, ოქროს ხელები გაქვთ. რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგდეთ. კი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, კიდევ კი ბევრს ხატვა გიყვართ. ხო, სურათების გაკეთება გიყვართ. კი, ბევრს მოგზაურობა გიყვართ. ხო. ბევრი შეიძლება სამოგზაუროთაც წახვიდეთ, გეგმავთ ალბათ. ესეთ რაღაცას, სადმე წასვლას გეგმავთ. კი. ძალიან კარგი პერიოდი იწყება თქვენ ცხოვრებაში დაბნელების კორიდორის მერე. შეხედეთ აქ რა სურათია. გასაღები გიკავიათ უკვე ხელში და თქვენ რაღაც კარებს გააღებთ. ეს იქნება დიდი გასაღები იმ დიდი კარების, რაც თქვენ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ხო. თქვენ აუცილებლად გექნებათ რაღაც მინიშნება ამ გასაღებთან დაკავშირებით, რასაც ამ მინიშნებას თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ, მეგობრებო. ამ მინიშნებას მიგანიშნებთ თქვენი მფარველი ანგელოზი. ხა. ასე რომ ვის აქვს დღეს დაბადების დღე? რომელი რიცხვის ხარ? ნაზლი? მრავალი ბედნიერი წლები ჩემო კარგო. ნაზლი, რომელი რიცხვის ხარ? 13-ის? თუ 14-ის? მრავალი ბედნიერი წლები. სულ დღეგრძელობა გქონოდეს, ჯანმრთელობა გქონოდეს, ბედნიერება გქონოდეს, მეგობრებო. სულ დალოცვილები ყოფილიყავით. აჰა, მიას ზე გააქვს დაბადების დღე. მეგობრებო, მაგარი თვია ლომის. ხო, მოკლედ რისი თქმა მინდოდა ბოლოს, რომ ძალიან ტოლერანტულები ხართ, ძალიან მეგობრულები ხართ, იცოდეთ რომ ბევრი სამოგზაუროდ წავა. ვიღაცები სამოგზაუროდ გეგმავთ წასვლას და აუცილებლად წახვალთ. ეს იქნება ძალიან კარგი მოგზაურობის პერიოდი, ძალიან ისეთი პერიოდი გეწყებათ. ძალიან კარგი პერიოდი იწყება თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო, ეს დაბნელების კორიდორი როგორც კი დამთავრდება, უფლის წყალობა გაქვთ, ხო გეუბნებით, აი? ნახეთ, რამხელა ჯვარი გწყალობთ. ხო, სხვანაირად ვერა. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, იმედი არასოდეს არ დაკარგოთ მომავალი ცხოვრების. ის რაც ხდება, რაღაცისთვის ხდება. რაც ხდება, ამაზე არ ინერვიულოთ. მიიღეთ უბრალოდ. აი რაღაცას რო გადაწყვიტავთ და არ გამოგდით, ხო? რაღაც არა, ისე არა ეწყო. არც ამაზე ინერვიულოთ. ყოველთვის საკუთარ თავს ესე უთხარით, უი, ალბათ ასე იყო საჭირო. ხო. სადმე წასვლა გინდათ და ვერ მიდიხართ. აი რაღაც ვერ მოაბით თავი. აი ესე უნდა თქვათ, ალბათ ასეა საჭირო, უფალმა უფრო იცის. ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო,
ესეთი იყო დღევანდელი ლაივი. ძალიან დიდ კარებს აღებთ. ხო, ამ კორიდორის შემდეგ იღება ძალიან დიდი კარები. ამ კარის გაღების მინიშნებას მოგცემთ უფალი და სამყარო. იმიტომ რომ თქვენ დაიმსახურეთ ეს ყველაფერი, თქვენი ადამიანობით, თქვენი ნიჭიერებით, თქვენი სულით, ეს ადამიანები ხართ თქვენ. ამ ადამიანს სხვანაირად უფალი არ უყურებს. თუ კი რაიმე განსაცდელი გაიარეთ, ეს ისევ თქვენთვის იყო მეგობრებო. სხვანაირად თქვენ საკუთარი თავის ფასი ვერ ისწავლეთ. მეტი არაფრისთვის არ იყო ეგ. საკუთარი თავის პატივისცემა გასწავლათ. ხო. ამიტომ იყო კარებები დაკეტილი. ხო, ამიტომ იწვალეთ, ამიტომ იტანჯეთ. ამიტომ იყო ეს ყველაფერი საჭირო, რომ თვალი უფრო მეტად გაგეხილათ, ყურები გაგეღოთ, გაგეგონათ. ხო, ადამიანების ამოცნობა გესწავლათ. დაპატიეთ ეხა ესეთ საუბრისთვის, კი, მეც ჯოჯოხეთი გავიარეთ, თქვენ რა გგონიათ? ხო. აბა ეხლა მითხრას ვინმემ რამე და დამიდგეს წინ, ვინმემ არასწორად, მეგობრებო. თქვენ როგორ გონიათ ეხლა? ხო. თუ კი ვინმე რაიმეს თავს ვერ ატყობთ, კარგად, გაიკეთეთ დიაგნოსტიკა და გაიკეთეთ წმენდები. წმენდები არასოდეს არ გაწყეთ, სხვა რომ არაფერი მეგობრებო. და მე აქ ხედავ მაგიურ ჩარევას, კი? მაგიურ ზეგავლენას ხედავ, არის, კი? ბევრ თქვენთაგანთან არის. ამიტომ ეს არის ის ადამიანი, ის ქალბატონი და ის მამაკაცი, რომელსაც ვერ მოერივნენ თუნდაც იმ მაგიებით. იცით რატომ? ეს ადამიანი უფლის რჩეულია. ხო. ეს ადამიანი უფლის რჩეულია. და იმიტომ ეს არის ქვა და რკინა. ეს არის შეუდრეკავი, გაუტეხელი, ეს არის უძლიერესი ადამიანი, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა, მაგრამ ყველაფერს გაუძლო. ნახეთ, რა ამაყად დგას ფეხზე. ხო. როგორ ფიქრობთ ეხლა, თქვენ? ხო. კი, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ყველაფერი იქნება ხუთიანზე. არ ინერვიულოთ მთავარია. მიიღეთ სიტუაცია, რაც არ ხდება, ხდება კარგისთვის. ამიტომ არც მაგაზე ინერვიულოთ. მოკლედ, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. ბედნიერი ხვალინდელი დღე მინდა გისურვოთ. აი, ყოველი ხვალინდელი დღე ყოფილიყოს თქვენთვის იმედის და დავით. ხო, ბედნიერების და წარმატების მომტანი. ყოველი დღე ყოფილიყოს იღბლის მომტანი. აი, ყოველთვის იყავით ჯანმრთელები, უფლიდან დალოცვილები, ლაღები. დავით მეგობრებო, თქვენ რო გინდათ ისე იყავით მუდამ. მე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ბედნიერი ხვალინდელი დღე მისურვებია თქვენთვის. რაც შეეხება ახლა დღევანდელ ნაწყვეტ გადაღებულ ვიდეოებს, საჯაროზე ვსაუბრობ, აუცილებლად დაიდება ალბათ ორ ნაწილად. მაპატიეთ, მაგრამ ხო სხვანაირად არ ვიცი ხა ეს გადამბვა ვიდეოების არ ვიცი. YouTube-ზე ვერ ვახერხებ მაგას. ამიტომ როდესაც ვისწავლი, მე დაგპირდებით. მშვიდობიანი ღამე და გელოდებით კომენტარებში. ღრმესი მადლობა ყველას. ერთადერთი რასაც ვითხოვ, აი მთელი გულით და სულით ვითხოვ ლაიქებს. როდესაც YouTube-ზე შეგხვდებათ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ დაალაიქოთ. აი ლაიქი, ერთი ლაიქი, ერთი გულის დასმა, მეტი არაფერი. მინდა რომ მოვიმატოთ იქაც. ცოტა უფრო გავფართოვდეთ, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს თავისი ცხოვრების გამოსწორება. მხოლოდ მოსმენა არა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რჩევები. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე და გელოდებით კომენტარებში. აბა დროებით.